ოცნების პრემიერის ყოველწლიური მიმართვა პარლამენტში ამ დრომდე გრძელდება. ირაკლი კობახიძე მილაპარაკა ეკონომიკურ ზრდაზე და განაცხადა, რომ პირველად ისტორიაში საქართველოს ეკონომიკა 100 მილიარდს გასცდა. შეიძლება გაგაკრიტიკონ, როცა ფეხბურთს თამაშობ, თქვან რომ პასებში გქონდა ხარვეზები, თუმცა თუ ტაბლოზე ანგარიში არის 7-1, ამ კრიტიკას დიდი ფასი აღარ აქვს. ქვეყნის ეკონომიკა კი გასულ წელს 7,9%-ით გაიზარდა. აი ასე შეაფასა ოცნების პრემიერმა ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარება, მაგრამ რა პასუხი აქვს მოქალაქეებს? ირაკლი კობახიძის ამ განცხადებაზე თაკო მაისურაძე შემოგვიერთდება ახლა დეტალებით პირდაპირ ეთერში. ირაკლი კობახიძემ ყველაზე დიდი დრო დაუთმო ეკონომიკურ ზრდაზე საუბარს, თქვა რომ რამდენიმე წელიწადში ევროპულ ქვეყნებსაც გადავასწრებთ და ისაუბრა იმაზეც, რომ 2029 წლისთვის ეკონომიკური მდგომარეობის მიხედვით შევძლებთ კიდეც რომ დაიძლიოს სიღარიბე. ჩვენ გავესაუბრეთ მოქალაქეებს იმასთან დაკავშირებით, რომ როგორ თვლიან, შესაძლოა თუ არა რომ ეს მოხდეს, თუმცა იქამდე შეგვიძლია მოვისმინოთ ირაკლი კობახიძის განცხადება. და ასევე პირდაპირ აისახა სიღარიბის მაჩვენებლებზე. 2025 წელს სიღარიბის მაჩვენებელმა შეადგინა 7,1%. როდესაც ჩვენ საუბრობთ ხოლმე ეკონომიკაზე, ხშირად ოპონენტები ამას აბრუნებენ ისე, რომ თითქოს ჩვენ პრობლემებზე საერთოდ არ საუბრობთ. 7,1% თავისთავად ნიშნავს იმას, რომ ჯერ კიდევ საქართველოში 280,000 ადამიანი ცხოვრობს სიღარიბის ხვარს მიღმა. რაც არის ჩვენი ქვეყნისთვის, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული გამოწვევა, ეს არის პრინციპული პრობლემა. თუმცა აქ საუბარი გვაქვს ჩვენ პროგრესზე, რომელსაც მივახციეთ გასული 1 წლის განმავლობაში და ზოგადად გასული წლების განმავლობაში. იმ ტემპით, რომელიც გვაქვს აღებული, საქართველოში სიღარიბის აღმოფხვრა, სრულად აღმოფხვრა არის შესაძლებელი 2029 წლისთვის. გამოკითხული მოქალაქეები ჩვენთან საუბრისას ამბობენ იმას, რომ თუ ხელისუფლება ამას მოინდომებს, შესაძლებელია 2029 წლამდე აღმოიფხვრას სიღარიბე, თუმცა ისინი ხელისუფლების მცდელობებს, თუნდაც ფასების შემცირებასთან ფასების კომისიის კუთხით, საკუთარ ჯიბეზე ვერ გრძნობენ. ასევე ჩვენ გავესაუბრეთ ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელმაც იმაზეც ისაუბრა, რომ მას სოციალური დახმარება მოუხსნეს. შესაბამისად, მოქალაქეები ამბობენ, რომ არ არსებობს ხელისუფლებისგან, ქართული ოცნებისგან ნება იმისა, რომ რეალურად შემცირდეს სიღარიბე. შეუძლებელია ჩემი აზრით ასეთი იმ მდგომარეობით, რა დღეს ფასების შემცირებაც ხომ იყო დაანონსებული და არა, ფასები არაფერზე არ შემცირებულა, ეს მე ვერ მგრძნობ. უკვე მოდის, უკვე განეცვეთა და всё. ვერ ძნობთ რა ხდება ქვეყანაზე. შესაძლებელია, რომ 3 წელიწადში აღმოიფხვრას სიღარიბე სრულად. ვიცი, ამდენი არ ვიცი. სიღარიბე არ არის. თუ მოვინდომეთ, ყველაფერი შეიძლება. ანუ თქვენ მაგალითად როგორც მოქალაქე გრძნობთ რომ 3 წელიწადში კი, არის პოტენციალი გვაქვს იმის, რომ მოვინდომოთ და საქმე ვაკეთოთ. ძალიან გაჭირვებაა ჩვენს ქვეყანაში და სიღატაკეში ვარ მართლა. არ ვიცი, ყოველ მეორე ნაბიჯზე ზიან ბავშვები, არ აქვს მნიშვნელობა მოხუცები და თხოვლობენ რა კაპიკი რა ვიშოვონ დღეს. ძალიან სული სიტუაცია მართლა. და მთავრობა არ ვიცი. ნაკლებად შესაძლებელი მგონია. 3 წელიწადში ვერ ვეტყვი, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი ჩანს სიკეთე რა. გაუჭირდება. გაუჭირდება, მაგრამ თუ დიდი სურვილია და მოინდომებს, შეძლებს. აი ფასების კომისია რომ შეიქმნა, თქვენ თუ გრძნობთ თქვენ ჯიბეზე. იმაზე ვერ თუ მოდი კარგად. იმიტომ რომ ვერაფერი ვერ გააკეთეს. მე მგონი შეუძლებელია. როგორც ყოველთვის გვატყუებენ. კობახიძის თავდაჯერების მიუხედავად მოქალაქეებმა, როგორც მოისმინეთ, გაიხსენეს ქართული ოცნების მიერ გაცემული დაპირებები, რომლებიც არ შესრულდა და თვლიან, რომ 2029 წლამდე არ არსებობს ხელისუფლების ნება, რომ სიღარიბე რეალურად აღმოიფხვრას.